საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც იმედის გმირებს ეძღვნებათ 11 აპრილს მარჯანიშვილის თეატრში უსინათლო დავით ყვირილიანისა და ციური გიგაურისთვის კამერული მუსიკისა და პოეზიის საღამო დაიგეგმა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა იმედის გმირების ანგარიშზე გადაერიცხება. ორივე უსინათლოს გმირობის ისტორია ტელეიმედის ობიექტივში უკვე მოხდა. მზადება საქველმოქმედო საღამოსთვის, ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ისტორია, რომელმაც მთელი საქართველოს შეძრა, უსინათლო გმირის ცხოვრება, რომელიც ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა. დავით ყვირილიანმა ბავშვობის ოცნება აიხდინა, ალპინისტებთან ერთად მყინვარწვერი დალაშქრა და დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. იმედის გმირებში თებერვალში გასულ ფილმს მრავალი ადამიანი გამოეხმაურა. ფილმში მოყოლილი გმირის ისტორიამ უსინათლოების დახმარების სურვილი ბევრს გაუჩინა. კიდევ ერთი უსინათლო გმირის ისტორიას, რომელმაც ხვების დახმარება ცხოვრების წესად გაიხადა, მაყურებელი ხვალი ხილავს. უსინათლო გმირებისთვის ორშაბათ საღამოს მარჯანიშვილის თეატრის ამ სცენაზე კამერული მუსიკისა და პოეზიის საღამო გაიმართება. ციური გიგაურისა და დავით ყვირილიანისთვის თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი დაუკრავს. მსახიობები და პოეტები კი მათთვის ლექსებს წაიკითხავენ. დამკვიდრდა უკვე ტრადიციად, რომელიმე გმირის შესახებ ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ არ წყდება სატელეფონო ზარები, გვიკავშირდებიან ადამიანები და გამოთქვავენ სურვილს დაეხმარონ გმირებს და შემდგომ იგეგმება სხვადასხვა საქველმოქმედო აქციები. გამარჯობა. ერთ-ერთი პირველი, ვინც იმედის გმირებში გასული ფილმის შემდეგ უსინათლოთა დახმარების სურვილი გამოთქვა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო იყო. სამინისტრომ ინტერნეტ ბიბლიოთეკა ლიბჯესთან ერთად ვებგვერდზე უსინათლოებისთვის თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებების აუდიო ვერსიები დადო. გმირებისთვის მიძღვნილ საღამოზე დასასწრები მოსაწვევები, რომელიც ბრაილის შრიფტით სპეციალურად უსინათლოებისთვის დაიბეჭდა, სამინისტროში ფილმის ავტორმა მიიტანა. ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო და კარგი პროექტი წამოვიწყეთ, ღირებული და გვიხარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა საბოლოო ჯამში და კიდევ უფრო მასშტაბური გახდა ეს პროექტი, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და ველოდით. ჩვენ ინსპირაციის წყარო თუ შეიძლება ასე თქვა, მოგცა იმედის გმირებში გასულმა ერთმა სიუჟეტმა, სადაც ერთ-ერთ უსინათლოს ეხებოდა და ჩვენ დავფიქრდით, რომ მათთვის ძალიან კარგი იქნებოდა იმ ლიტერატურის, რომელიც ლიბჯეზე არის განთავსებული. უნებრივია მთელი ნაწილის თუ არა, რაღაც ნაწილის მაინც ხმოვანი ფორმით მიწოდება. საღამოს მხარი დავით ტატიშვილის კლინიკამაც დაუჭირა. დავით ყვირილიანის ისტორიაზე გადაღებული ფილმის ნახვის შემდეგ ტატიშვილის კლინიკაში გადაწყვიტეს, რომ 20-მდე უსინათლოს გამოკვლევას სრულიად უფასოდ ჩაუტარებენ. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ ხალხურს იმედის გმირების ცხოვრებას. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ამ ეტაპზე ცენტრის გადაწყვეტილებით რამდენიმე ათეულ უსინათლო ადამიანს ჩაუტარდება უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები, რომელსაც ჩაუტარებთ ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით. ორშაბათს კამერული მუსიკისა და პოეზიის საღამოს იმ უსინათლო გმირებისთვის გამართავენ, რომლებმაც სიბნელეში გატარებული ცხოვრების წლები სხვა ადამიანების დახმარებას მიუძღვნეს. გმირების დავით ყვირილიანისა და ციური გიგაურის სახელზე გახსნილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ თქვენგან შეუძლია, მათ შორის უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც.